გამარჯობა. ძირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიცია მოქალაქეებს თავისუფლებას თხოვს, თუმცა მოქალაქეების ნაწილი არ გადადის გზის სავალი ნაწილიდან და სხვადასხვა შეძახილებით პროტესტს გამოთხოვენ. წრეები უნდა არტყან ამას. არ იქნება მშვიდობა! ამის შემდეგ პოლიცია მოსთხოვა მოქალაქეებს, რომ დაეტოვებინათ რუსეთის მიმდებარე ტერიტორია და გზის ნაწილი. თუმცა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ დარჩენილი იყვნენ. პოლიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დატოვონ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მოქალაქეები არ აპირებენ არც წასვლას, ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს ახლა. როგორც ხედავთ, ნიკა პოლიციის ათეულობით ეკიპაჟი არის ახლა რუსთაველის გამზირზე მობილიზებული, რომელიც თხოვს მოქალაქეებს, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მოქალაქეები რჩებიან აქციის მიმდებარედ, მაქსიმალურად გადმოწეულები არიან ტროტუარისკენ. ჩიტაძის და 9 აპრილის ქუჩებზე ჩამოყვანილი ყავთ ასევე პოლიციის ათეულობით თანამშრომელი.
როგორც აღნიშნე, საუსტუდენტურმა მოძრაობამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ ისინი აპირებენ დარჩენ 24 საათის განმავლობაში უწყვეტად რუსთაველის გამზირზე, ასე გამოხატონ თავიანთი პროტესტი. ისინი კვლავ აგრძელებენ თავიანთი უნივერსიტეტიდან ბრძოლას და ისინი იკავებენ აუდიტორიას, თუმცა მას განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია გავწევთ ასევე უნივერსიტეტის საზღვრებს და გამოვიდეთ უნივერსიტეტის მიღმა რუსთაველზე, სადაც მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს. ახლა დაიწყებს ის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა მოქალაქეები რჩებიან მიმდებარედ. შეიძლება ჩაგწერო? აი, გამარჯობა, ნეტგაზეთიდან ვარ ფლაიში. რა მოგუყვეთ, რა მოხდა და რა ხდება ზოგადად ახლა რუსთაველის გამზირზე? ვართ სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ყველა არარატები და ვართ უბრალოდ აქტივისტებიც. ვრჩებით 24 საათის განმავლობაში და უფრო მეტი ხანი უწყვეტად რამე გადაჭრა იქნება პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე და ვისაც როლი იქნება შეუძლია შემოგვიყვება. მადლობა. როგორც მოისმინეთ, საუსტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრისგან ისინი არაპირებენ ადგილიდან წასვლას, რჩებიან რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეებმა მათ უკვე მიეწოდეს პლედები და სხვადასხვა აღჭურვილობა, რასაც სჭირდება დღამის გასაკეთებლად, თუმცა ბალიშები და ჩაი და ასეთი საყოფაცხოვრებო ნივთები. ჯერჯერობით სულ ეს არის, მოგვიანებით განვახლებთ პირდაპირ ეთერს, თუ ვითარება შეიცვალა, ამ დრომდე აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით პოლიციის ეკიპაჟი რჩება, მათ შორის მანქანები, ახლა ხედავთ, რომ გაიხსნა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა, ავტომანქანები დაადგილდებიან თავისუფლად, თუმცა მოქალაქეები სანახევროდ მაინც დგანან გზის სავალ ნაწილზე. ნახვამდის.